მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. მინისტრები 1 საათის წინ შეიკრიბნენ და 30-მდე საკითხს განიხილავენ. სხდომაზე შესვლამდე კაბინეტის რამდენიმე წევრმა განცხადება გააკეთა. დავით ნარმანიამ ცეზარ ჩოჩელის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. რეინტეგრაციის მინისტრმა პაატა ზაქარიაშვილმა კი პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გაუკეთა კომენტარი. რას განიხილავს მთავრობა და რა განაცხადეს მინისტრებმა, თეონა ცხომელიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში კანცელარიიდან. დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ კომპანია New Energy-სთან დაკავშირებით. ეს არის კომპანია, რომელიც ფიგურირებს ცეზარ ჩოჩელის საქმეში. ნარმანიას თქმით, კომპანია ახორციელებდა 12 პროექტს, თუმცა იყო გარკვეული დარღვევები, მათ შორის სატენდერო პირობების დარღვევები, რასთანაც დაკავშირებით სამინისტროდან უკვე სპეციალური დოკუმენტაცია და ინფორმაცია პროკურატურას გადაეგზავნა. ჩვენთან ძირითადად რა პრობლემებიც ჩანდა კომპანია New Energy-სთან დაკავშირებით, ეს იყო სატენდერო პირობებში ვადის დარღვევა, ანუ შესასრულებელი სამუშაოების დროულად შეუსრულებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე ერთ შემთხვევაში იყო ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე წაღებული და სამუშაოები არ იყო დაწყებული მცხეთა ყაზბეგის გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ჯამში 12 სხვადასხვა კონტრაქტი იყო ჩვენთან ბოლო პერიოდში New Energy-სთან გაფორმებული, რომელზეც გქონდა ჩვენ გარკვეული კითხვები და აქედან გამომდინარე გადაუგზავნეთ ის საგამოძიებო ორგანოებს. დღესვე მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა პაატა ზაქარიაშვილი. პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზა უნდა ამუშავდეს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოხდება ქვეყნის დეოკუპაცია, მინისტრი პრობლემას ვერ ხედავს, რომ რკინიგზა იმუშაოს ოკუპაციის პირობებშიც. პირიქით პაატა ზაქარიაშვილი ამბობს, რომ ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით. რკინიგზის გახსნაზე თუ იქნება ლაპარაკი რკინიგზის გახსნაზე და არა სხვა რამეზე. დეოკუპაცია პროცესია, ხო რკინიგზის გახსნა არის კონკრეტული მოქმედება. ასე რომ რკინიგზის გახსნა შეიძლება იყოს დეოკუპაციის ნაწილი და არა დეოკუპაციის პარალელურად წარმოებული. ეს არის აბსოლუტურად არაკომპეტენტური, არაკვალიფიცირებული განცხადება. რაც შეეხება მეორეს, რომ უნდა კითხვა დაუსვათო, სადადგებია რომ ებაჟებიო. ეს კითხვა თავისთავად დაუსვათ ბატონმა სააკაშვილმა, იმიტომ რომ მან რუსეთს მისარა უფლება გაწევრიანებულიყო მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში ბარემ სწორედ კიდე ქართულ მებაჟეებს დაუკანონა საბაჟო ადგილი ზუგდიდი. ასე რომ მას უნდა მოვკითხოთ პასუხი, რატომ გააკეთა ისე, რომ რუსეთი შეუშვა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში და ჩვენ კიდე დაგვიკანონოს ჩვენ და საუბედუროთ ზუგდიდში მებაჟეების ყოფნა. დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ასევე ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით. დავოში ჩატარდა საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები და ნაყოფიერი შეხვედრები კონკრეტულ პროექტებს და გამოხმაურებას ინვესტორებისგან უნდა ველოდოთ უკვე წლის მეორე ნახევარში. რაც შეეხება მთავრობის სხდომას, ის ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 30 საკითხს განიხილავს. თეონა ცხომელიძე საუბრობდა მთავრობის სხდომის დეტალების შესახებ.